მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ხოლმე ბიზნესზე ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსეჯანიშვილი ვარ. ჩვენ ბიზნეს სპეისში ხშირად საუბრობთ ბიზნეს განვითარებაზე, ახალ ინვესტიციებზე, მშენებლობებზე, ხო, რაღაც თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე. თუმცა ქალაქის განვითარებისთვის მხოლოდ ეს ეკონომიკური აქტივობები და მშენებლობები და ასე ვთქვათ, ახალი შენობები არ არის საკმარისი, ხო? ანუ საინტერესო არის რა გარემოში ვცხოვრობთ და რა ფას ვიხდით ამ ყველაფერში. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი პოდკასტის წარმდგენი არის იურიდიული კომპანია DPT Consulting და უკვე ბარემ გადავალ, არ დავკარგავ დროს, იმიტომ რომ ყოველთვის DPT Consulting-ის ეპიზოდები არის ძალიან საინტერესო, არას არ ყოფნის დრო და ამიტომ გადავალ მალე ჩვენს სტუმარზე. ჩვენი სტუმარი არის ქეთევან კანდელაკიშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. მოგესალმებით, ქეთევან. მოგესალმებით. ჩვენ მოკლედ ჩვენ პოდკასტი გაუძღვება როგორც ყოველთვის ჯონი ჩონიაძე, DPT Consulting-ის თანადამფუძნებელი. მოგესალმებით ჯონი და სალამი. დავიწყოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა გვაქვს დღეს. ქეთევან გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენ გადაცემას ჩვენ პოდკასტში. ბევრ თემატიკას შევეხეთ, ხო სერგო? კი. მას შემდეგ რაც ეს სერია დავიწყეთ პოდკასტების, ძალიან ბევრი საინტერესო თემა ქონდა, მათ შორის გარემოს დაცვაზე ქონდა ერთი გადაცემა, რომელიც პირადად მე ძალიან მომეწონა, ძალიან ბევრი სიახლე გავიგე და აი რაღაც ამ იდეას მივყევით. და ჩვენი იდეა ყოველთვის იყო რომ საინტერესო სიახლეებზე მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მსმენელს, მაყურებელს, ბიზნეს, ფიზიკურ პირებს და შევარჩიეთ ესეთი თემატიკა გამწვანებასთან დაკავშირებით, რა რეგულაციები არსებობს, რა ვალდებულებებს ექვემდებარებიან როგორც დეველოპერები, ასევე ფიზიკური პირები და ქეთიზე კომპეტენტური ამ დღეს სტუმრად ვერ გვეყოლებოდა და ამიტომ ქეთი კიდევ ერთხელ მოგესალმები. თუ შეგიძლია რამდენიმე სიტყვა გითხარი საწყის ეტაპზე თქვენი სამსახურის კომპეტენცია რითი შემოიფარგლება და რა სამართლებრივი ვალდებულებები არსებობს ამ მიმართულებით. იდეას გეტყვი კიდევ რა გვაქვს პოდკასტში რომ სამართლებრივი რეგულირებები, ვალდებულებები გასაგებ ენაზე მივაწოდოთ ჩვენ მსმენელებს და ამიტომ ესეთი ფორმატი არის თან იურიდიული, თან ადამიანური, მოდი ესე ვთქვათ. მეც მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს. საკითხები, რომელიც ახლა დღეს უნდა განვიხილოთ, არც თუ ისე ახალი, მაგრამ არც თუ ისე ძველია და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საკმაოდ უცხო და უცნობია. თუმცა თავმაც შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან აქტუალური არის, იმიტომ რომ საკანონმდებლო დონეზე არის დარეგულირებული უკვე ის საკითხები, რასაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური საქმიანობს და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენი სამსახური დღეს ფუნქციონირებს, ჩამოვყალიბდით 2018 წლიდან და იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე საკანონმდებლო რეგულაციები ძალიან დაიხვეწა. შეიქმნა ახალი რეგულაციები და მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი ზოგადად არის ძალიან ცოცხალი პროცესი, ანუ პრაქტიკა ხშირად კარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის დონეზე, ხშირად ეს მარტივდება რეგულაციები, ხშირად უფრო მკაცრდება და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით, ანუ გამწვანების კუთხით, ჩვენ გვაქვს საქართველოს კანონი, მთავარი ამოსავალი წერტილი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა შემდგომ უკვე საკრებულოს დადგენილებები, ცენტრალური მთავრობის დადგენილებები და აი ამ საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით დენდროლოგიურ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც დღესდღეობით არის სავალდებულო კომპონენტი დეველოპერებისთვის თუ ფიზიკური პირებისთვის, როდესაც ისინი მიწის ნაკვეთს სამშენებლო განვითარებისთვის ამზადებენ. დასაწყისში მინდა ვთქვა, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარება რამდენიმე წარმოების გზით შეიძლება განხორციელდეს მერის გავლით, რა თქმა უნდა. არის შემთხვევები, როდესაც ეგრეთ წოდებული გაპი თანხმდება მიწის ნაკვეთს, ანუ მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები, ანუ ეს ისეთი მიწის ნაკვეთებია, სადაც რომელიც ურბანულ ნაწილშია უფრო მცირე ზომის განაშენიანება ხდება და არის ტერიტორიები, სადაც აუცილებელია განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება, ანუ ერთიანი იერსახის ჩამოყალიბება, მაგალითად გაუნაშენიანებელ ტერიტორიებზე ურბანული ნაწილის მიღმა, ან ურბანულ ნაწილში ისეთ ადგილებში, სადაც უნდა აშენდეს რაღაც განსაკუთრებული ობიექტი,
რომელთაც იერსახე აქვს ისეთი, რომ დედაქალაქის იერსახეს განსაკუთრებულად შეცვლის ან რაღაც მსგავს რეგულაციას დაექვემდებარება. ამიტომ ორივე პროცესში გარემოსაცვის საქალაქო სამსახური 2018 წლიდან ერთვება სავალდებულოდ და აი ამ პროცესში ითანხმებს დენდროლოგიურ პროექტებს. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ პროექტს, რომელიც მერიამ შეითანხმა 2018 წლიდან და მას დენდროლოგიური პროექტი შეთანხმებული არ ჰქონდეს. გარდა რამდენიმე გამონაკლისის შემთხვევისა, რომელსაც კანონი თავად აწესებს, მაგალითად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებს დღესდღეობით აღარ აქვთ ვალდებულება, როცა მშენებლობის ნებართვას იღებენ სახლზე, ინდივიდუალურ სახლზე, დენდროლოგიური პროექტები რომ შეათანხმონ, თუმცა ადრე ესეც მათთვის სავალდებულო იყო, მაგრამ უფრო გამარტივდა მათთვის ეს პროცესი. ყველა სხვა შემთხვევაში დენდროლოგიური პროექტის შეთანხმება არის სავალდებულო და გარდა იმის, რომ ეს ძალიან კარგია მუნიციპალიტეტისთვის, რომ როცა მშენებლობა განხორციელდება, იქ გამწვანებაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული და ამის მონიტორინგზე ალბათ მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ, როგორ მკაცრად ხორციელდება ჩვენი მხრიდან ამის მონიტორინგი. ძალიან კარგია აგრეთვე საინტერესო პროფესიების განვითარების კუთხით. ანუ დენდროლოგიურ პროექტებს და გამწვანების პროექტებს ძირითადად აკეთებენ ლანდშაფტის დიზაინერები, არქიტექტორებიც იშვიათ შემთხვევაში და მსგავსი პროფესიის ადამიანები, რამაც და ჩვენი სამსახურის ასეთმა აქტიურმა ჩართულობამ და სავალდებულობამ ამ კომპონენტის მოთხოვნა ძალიან გაზარდა ამ მიმართულებით. ანუ მე ვიცი ადამიანები, რომლებიც სწავლობენ ლანდშაფტის დიზაინს, იმიტომ რომ იციან, რომ საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია გახდა თბილისის მუნიციპალიტეტში და არა მარტო, იმიტომ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაიწყო ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწა. ყველა მუნიციპალიტეტს ალბათ რაღაც ეტაპზე ექნება სავალდებულოდ ეს გამწვანის პროექტები და მოჭრა გადარგვის საკითხები დარეგულირებული. კეთი, თუ შეგიძლიათ გითხარით ეს დენდროლოგიური პროექტი რას მოიცავს? უფრო რა შეკითხვა მაქვს, იცი? გარდა იმისა, რაღაც მიწის ნაკვეთზე არსებობდა ხელმცენარეები, იმათ რამოსდეთ მშენებლობის დროს რამდენად შესაძლებელია მათი მოჭრა ან გადარგვა ან ჩანაცვლება და მეორე საკითხი, თუ საერთოდ არ იყო ხელმცენარე იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს საცხოვრებელი სახლი ან სხვა შენობა ნაგებობა, უნდა გამწვანდეს თუ არა ეს ტერიტორია აქ თუ არის რამე ვალდებულება. კი. როგორც წეგან მოგახსენეთ, როცა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი შენდება, მას დენდროლოგიური პროექტის დამუშავების და წარდგენის და შეთანხმების ვალდებულება არ აქვს. ყველა სხვა შემთხვევაში აუცილებელი არის, რომ დენდროლოგიური პროექტი შეთანხმდეს. საერთოდ საიდან მოდის ხა დენდროლოგიური პროექტი ასე მხოლოდ ფურცელზე დაწერილი მოთხოვნა არ არის ჩვენი მხრიდან. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ დედაქალაქს აქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც რომლის მიხედვითაც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა მიწის ნაკვეთს მინიჭებული აქვს თავისი ფუნქციური ზონა. და ამ ფუნქციურ ზონას გენერალური გეგმის საფუძველზე აქვს თავისი რეგლამენტები, კოეფიციენტები, სამშენებლო კოეფიციენტები მათ შორის და იქვე არის გამწვანების კოეფიციენტიც, რომელსაც K3 კოეფიციენტი ქვია და მაგალითისთვის რომ გითხრათ, თუ კი მაგალითად 1000 კვადრატი მიწის ნაკვეთი გაქვთ, რომელზედაც ვრცელდება ისეთი ფუნქციური ზონა, რომლის კოეფიციენტის რეგლამენტით არის 0,4, ნიშნავს რომ 400 კვადრატი ამ 1000 კვადრატიდან მშენებლობის ნებართვის აღების დროს 400 კვადრატი უნდა დაუთმოთ გამწვანებას. და ამ გამწვანების ათვისება ჩვენი სამსახურის მოთხოვნა და პოლიტიკა არის, რომ ეს გამწვანება უნდა შეივსოს ხეებით, ანუ მერქნიანი მცენარეებით, ბუჩქებით ან ხეებით და სხვათა შორის 2018 წელს პირველად მოხდა ისეთი პრეცედენტი, რომ შეიქმნა ეს სია განსაკუთრებული პრიორიტეტული ხეების სია, რომელიც თბილისისთვის იყო თბილისის ლანდშაფტისთვის და კლიმატისთვის მორგებული და კარგად ხარობდა მესმის ჭადრების პრობლემა ზოგადად და შემდგომ უკვე პრაქტიკაში ალბათ საზოგადოებაც ხედავს თბილისში რამდენად უცხო სახეობის მწვანე ნარგავი და რა რაოდენობის უცხო ნარგავი ირგვება. და ამან განაპირობა ის, რომ დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ კიდევ განახლდა ეს სია შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. დაახლოებით 313 სახეობის პრიორიტეტული ხეების სია გვაქვს, საიდანაც დენდროლოგიური პროექტის შეთანხმების ეტაპზე დეველოპერი ირჩევს მისთვის სასურველ სახეობას და შემდგომ უკვე ამავე სიის მიხედვით თითოეულ ხეს აქვს თავისი დაფარვის ფართობი. ანუ არის პატარა ვარჯიშის მქონე ხეები, დიდი ვარჯიშის და მაქსიმალური არის 25 კვადრატი და ერთი ხე შესაძლოა დაითვალო 25 კვადრატზე, როდესაც ის გახდება
დიდი ხე შესაბამისად პროპორციულად დაითვლება 400 კვადრატში რამდენი ასეთი ხის დარგვა ექნება სავალდებულო ნაწილად დეველოპერს და სწორედ ასეთ დენდროლოგიურ პროექტს შეითანხმებს სამსახური და ასევე ხაზი მინდა გაუსვა რომ იყო პერიოდი, როდესაც ეს ხეები შეიძლება ყოფილიყო 9 მეტრის ნერგები, რომელიც გაიხარებდა ან არა. დღესდღეობით სამსახურს აქვს სავალდებულოდ მოთხოვნილი ისეთი ნერგების დარგვა დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, რომლებიც არის ძალიან კარგად განვითარებული, მინიმუმ 3 მეტრი და მეტი, რომელიც არის კარგად დაფესვიანებული და მთელ რიგ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ სამსახურმა ასეთი მწვანე ნარგავი ჩაიბაროს და დენდროლოგიური პროექტი შემდგომ უკვე ექსპლუატაციის ეტაპზე დაადასტუროს. კეთი, ამ ჩამონათვალს თუ ცდება დაუშვათ განსხვავებული სახეობის ხის დარგვა მინდა, ამას დამოუკიდებლად ერთხელ შევათანხმებ დამოუკიდებლად, ხო? რა თქმა უნდა, თუმცა მეეჭვება ისეთი სახეობა იპოვოს დეველოპერმა თბილისზე მორგებული და ადაპტირებული 313 თან სხვათა შორის არც თუ ისე ხელმისაწვდომი არის ეს ასეთი კარგი ნერგები საკმაოდ. შეკითხვა მქონდა კი, ბატონო, დიახ და შესაბამისად შეუძლია მას თუ რა თქმა უნდა არსებობს რაღაც ისეთი სახეობა, რომელიც ამ სიაში არ არის და მას ხელიწიფება რომ იყიდოს ჩამოიტანოს და დარგას და მოუაროს, რა თქმა უნდა, სამსახური ამაზე არ შეზღუდავს მას, თუმცა შესათანხმებელი არის, რა თქმა უნდა, აუცილებლად და ამ კრიტერიუმების შესაბამისი ნარგავები რომ მოიძიოს, ბუნებრივია მის რეალიზაციას უნდა ახდენდეს ვიღაც. და თავისთავად ეს მიმართულებაც უკვე მნიშვნელოვანი იქნება, ხო, განვითარდება, იმიტომ რომ უნდა მოიტანოს. კი, არაერთი სანერგი არის თბილისის მასშტაბით, უკვე ძალიან აქტიურად მუშაობენ ეს სანერგეები და მათ უკვე იციან ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი პარამეტრები, თბილისის ქუჩებში დაახლოებით რა ხარისხის ნერგებიც ირკვება, ზუსტად ასეთი ხარისხის ნერგების დარგვას ვითხოვთ დენდროლოგიურ პროექტის ფარგლებში და იმიტომ რომ გვახსოვს ალბათ ყველას რომ რაღაც გამწვანების პროექტებში დაირკვებოდა და მე ნახევარი ხმებოდა ის. კი, და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩვენი მხრიდან გაძლიერებული მონიტორინგი ამ კუთხით, როდესაც ხდება დენდროლოგიური პროექტების ჩაბარება, უკვე ბოლოს, როდესაც მშენებლობის ნებართვას აიღებს, ააშენებს პიროვნება, უკვე შემდგომ ახორციელებს მწვანე ნარგავების დარგვას და როდესაც დღის წესრიგში დგება ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, აუცილებლად შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მუნიციპალური ინსპექცია რთავს გარემოსდაცვის სამსახურს, ხო, ამ მიმართულებით და ჩვენი დასტურის გარეშე ექსპლუატაციაში ვერ შეიყვანს. ეს შეკითხვა მქონდა. ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება თქვენი დასტური იმისთვის, რომ შევიდეს ექსპლუატაციაში აშენებული შენობა და თუ კი მას დენდროლოგიური პროექტი შეთანხმებული აქვს და ეს არის აუცილებელი კომპონენტი უკვე ბოლო წლების, თუ ჩვენ არ დავადასტურებთ, რომ შესრულდა, დაირგა ზუსტად იმ პარამეტრის მწვანე ნარგავების, ზუსტად ის სახეობების, ზუსტად ის რაოდენობა, თუ ჩვენ ეს არ დავადასტურებთ, ექსპლუატაციაში მიღება არ ხდება. კეთი, რა შეკითხვა მაქვს? თუ რამდენიმე კორპუსის კომპლექსი შენდება, ამ კომპლექსის შემთხვევაში საერთო სარგებლობის ეზო მე მგონი ერთიანი ექნება, მე 6, 10, 12 კორპუსი. პრინციპში სანამ მთლიანად არ დასრულდება მშენებლობები, ბუნებრივია მანამდე ეზოს ვერ მოაწესრიგებენ. ამიტომ თუ ეს კომპონენტი არის ექსპლუატაციაში მიღებისა, ლოგიკურია რომ დაუშვათ პირველი აშენა, პირველი კორპუსი, სანამ მე-16 კორპუსი არ დასრულდება, არ აშენდება და ეზო არ მოეწყობა, ექსპლუატაციაში ვერ იქნება მიღებული ვერც ერთი მანამდე აშენებული კორპუსი. ეს თქვენ ხა საკმაოდ ისეთ გამოწვევას შეეხეთ. დიახ, ჩვენთვისაც. კი, გამოწვევები საინტერესოა. კი, იმიტომ რომ ასეთი კომპლექსები, როგორც წესი, განაშენების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება, ჯერ თანხმდება ზოგადი კონცეფცია, შემდგომ განაშენების რეგულირების გეგმა და შემდგომ მიდის უკვე პროექტირებაზე. ყველა ამ ეტაპზე ჩვენი სამსახური ჩართული არის და თუ კი დეველოპერი გვთავაზობს აი ესეთ ერთიან გამწვანების კონცეფციას, რაღაც საერთო ეზოზე ბევრი არის ასეთი პროექტი, სხვათა შორის არიან ისეთი კეთილსინდისერი დეველოპერები, რომლებისთვისაც პრიორიტეტი არის გამწვანებული ეზოების არსება, იმიტომ რომ ეს მათი ბიზნეს ინტერესიც არის, რომ გამწვანებული სივრცე ჰქონდეთ და ასეთ შემთხვევაში კორპუსების ცალკე შეყვანა ექსპლუატაციაში ძალიან მნიშვნელოვანი არის მთელი რიგი სხვა რაღაც რეგულაციებისთვის, ამიტომ ჩვენ ესეთი გამოსავალი ვიპოვეთ ამ შემთხვევაში, აი ერთიანი დიდი პროექტი რომ წარმოიდგინოთ, პროექტის ფარგლებში თითოეული ბლოკი თუ კორპუსი
რაღაც კონკრეტული არეალით არის წითელი ხაზით არის შემოხაზული. გერგეს ფარგლებში თუ კი ამ წითელ ხაზში ხდება გარკვეული ნარგავების დარგვა, იმ კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების დროს ჩვენ ვთხოვთ, რომ ის კონკრეტული პროპორციულად რაც ევალებოდა, ის გაამწვანოს და ასე შემდგომ. არის შემთხვევები, როდესაც ბოლოს ერთიან, ან პირიქით ლანდშაფტური მშენებლობა თუ პარკი ან სკვერი აქვს გადაწყვეტილი, ცალკე შემოდის უკვე ლანდშაფტური მშენებლობის ფარგლებში და იმის ფარგლებში ვითანხმებთ. ამას ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად არც დეველოპერის ინტერესი არ და იქ მაცხოვრებლების შემთხვევაში ცხოვრობენ მათი ინტერესის არ დავაზიანოთ და ეს კუთხით ნამკუთხითაც იყოს. იცით რა მაინტერესებს? თქვენგან ნებართვსაღება შეთანხმება პროექტის ფასიანია თუ არა? არა, ჩვენთან შეთანხმება არა. ჩვენ ვართ შუალედური რგოლი, ასე ვთქვათ, არქიტექტურა და ურბანული პრინციპში კვეთაში იქნები ძალიან მჭიდრო მათთან დაჩქარებული წარმოებები არსებობს და დეველოპერები არქიტექტურაში ან ურბანულში კონკრეტულ წარმოებებზე დაჩქარებულ თანხას იხდიან და ჩვენ ავტომატურად რატო ვიკითხე იცი ამ კომპლექსების შემთხვევაში ერთიანი ნებართვსაღება უფრო იაფი ხო არ უჯდება დეველოპერებს ვიდრე ინდივიდუალურად კორპუსზე და არა მგონია ფიზიკურადაც ცოტა რთულად მეჩვენება მათთვის ეს რომ ერთიანად რაღაცა ეს იმიტომ რომ ხშირად მომისვენია აი რამდენიმე კორპუსი აშენებული და სანამ ერთი კიდევ შენდება და სანამ ის არ დასრულდება მაგრამ ეს განაშემსრულების გეგმა ერთიანი თავიდან ყველა კორპუსზე თანხდება მაგრამ მე უკვე თუ იყოფა ეს ბლოკებად და ნაკვეთებად უკვე ცალ-ცალკე, იმიტომ რომ იმას უკვე დეტალური პროექტი ქვია, ანუ იქ გაცილებით მეტი დეტალი თანხმდება და ხშირად შეუძლია. თუმცა არის ესეთი აქტიური კომპანიები, რომლებიც ძალიან სწრაფად და ძალიან პრინციპში დეველოპერის გულისხმიერებაზე დამოკიდებულია, რამდენად ზრუნავს ამაზე და როგორ აკეთებს ტექნიკურად. ზოგი პირიქით თვითონ ითხოვს, რომ აი მირჩიეთ კარგი ენერგიები, აი ეს როგორი ენერგიები შეიძლება დავრგო. ხო, უნდა დარგოს და ბუნებრივია უმჯობესი იქნება, რომ კარგი დარგოს, რომელიც სასარგებლოა. მინდა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმებას და მონიტორინგს ანუ პროექტის შეთანხმებას ფურცელზე არ ტოვებს სამსახური. ამას აუცილებლად მიყვება დეველოპერს თუ დაინტერესებულ პირს მოვლა პატრონობის ვალდებულება. ანუ 3 წლის განმავლობაში მას მოვლა პატრონობის ვალდებულება აქვს. ნახეთ, როდესაც ჩვენ ვითანხმებთ პროექტს, დეველოპერმა შეიძლება კონკრეტულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გვაცნობებს და წარმოადგენს პროექტის შეთანხმებას, ეს რომ კონკრეტული კომპანია, კონკრეტული ფიზიკური პირი, თვითონ დეველოპერი იქნება გამცხადებელი ჩვენ შემთხვევაში ვინც არის ახლა გამცხადებელი ის წარმოადგენს იმ პიროვნებას თუ იურიდიულ პირს რომელმაც შემდგომი 3 წლიანი მოლაპატრონობა უნდა აიღოს თავის თავზე და ჩვენ თავისთავად იმ კონკრეტულ სუბიექტს ვაკისრებთ მოლაპატრონობის ვალდებულებას თუ გაუხმა უნდა ჩაანაცვლოს და ასე შემდეგ ძალიან ხო ამას როგორ შეასრულებს არ აქვს მნიშვნელობა დეველოპერი როგორ შეასრულებს ამ ვალდებულებას იმიტომ რომ ბევრი ხელშეკრულება მინახავს მაგალითად თუ მშენებარე კორპუსებია უკვე ახლები და იქ ყიდულობენ მშენებარე კორპუსში ბინას ან ახალი კომპლექსი ან საცხოვრებელი სახლი თვითონ ხელშეკრულებაშივე უწევს დეველოპერი ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ღირებულებას რაც უნდა მოხმარდეს საერთო სარგებლობის სივრცეების მონაწილეობას ასეთი კორპუსის კომპლექსები რა ხდება მიმართულებით პრაქტიკაში რა ხდება ანუ აი რეალურად ამ გამწვანების მიმართულებით ხო ეხლა რა საუბრობ პროექტების შეთანხმების შემდგომ ხო მან მაგას ვამბობდი რომ ხშირ შემთხვევაში ხო როდესაც ეკისრება პირობითად ეხლა ვალდებულება დეველოპერს ხო ანუ ყველაფერი დამტკიცდა ყველაფერი წესრიგშია და ამ 3 წლის განმავლობაში მონიტორინგის ჯგუფი ამას ამოწმებს კი ბატონო. აი ამას გულისხმობ აქ რა შემთხვევები არის დღეს. ნახეთ, საკმაოდ აი შეიძლება ითქვას რომ 50-50-ზე გვაქვს შემთხვევები, როდესაც დეველოპერები მართლა ძალიან მონდომებული, იმიტომ რომ როგორც თქვი, რომ დარგა მწვანე ნარგავები იმ პარამეტრების რა პარამეტრებსაც ჩვენ ვითხოვთ, საკმაოდ ხშირ შემთხვევაში იმაზე გაცილებით ზვირიჯდება, ვიდრე თქვათ შეიძლება თქვენ წარმოგიდგენიათ, ამიტომ არ მგონია უღირდეს მაინც და მაინც ესე უბრალოდ დარგას და თქვათ უყურადღებოდ მიატოვოს, ხო? საკმაოდ დიდი რესურსი იხარჯება მის დარგვაზე, შესყიდვაზე, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც არ უვლიან სამწუხაროდ და ხმება ეს მწვანე ნარგავები და სწორედ ამიტომ ჩვენ დაახლოებით ბოლო 2 წელია გავაძლიერეთ ჩვენ სამსახურში ეს მონიტორინგის განყოფილება საერთოდ ცალკე გამოვყავით, სადაც დასაქმებული არიან შესაბამისი განათლების მქონე ადამიანები და რამდენი თანამშრომელი გყავს თუ საერთოდ რა
თანამშრომლებში ცოტა გვიჭირს ხოლმე რაოდენობრივად, იმიტომ რომ საჯარო სამსახურებში ყველგან პრობლემა არის. სამწუხაროდ, თუმცა ვცდილობთ რომ გავუმკლავდეთ. პრობლემა რა გაქვს? ამას რესურსი ხანდახან არ ყოფნის, უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა და ძალიან დიდია ზოგადად შენებლობის რაოდენობა და ნუ საველე სამუშაოები არის ეხლა სტაჟიორებიც ყავს და მუდმივად ვცდილობთ რომ ეს გავზარდოთ ჩვენი. კეთი, მონიტორინგი რას გულისხმობს? რა კომპონენტს ამოწმებენ და როგორ ადგენთ მოვლის კრიტერიუმს? მონიტორინგი მარტო მაგ ეტაპზე არ ერთვება. მონიტორინგი იწყებს ჩართვას პროექტის შეთანხმების ეტაპზე, როდესაც მაგალითად ტერიტორიაზე არსებული ხეების საექსპერტო დასკვნას წარმომიდგენს დაინტერესებული პირი და განცხადებელი, უკვე იქიდან იწყება მონიტორინგის ჩართულობა და გადიან ტერიტორიაზე და ამოწმებენ რამდენად სწორი საექსპერტო დასკვნა არის წარმოდგენილი სამსახურში. ნუ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უფრო ხშირად, ვიდრე ყოველ кейსზე, იმიტომ რომ ფიზიკურად რესურსი არ არის. ეს საექსპერტო დასკვნა ეხება არსებულ ხებს და ამაზე ალბათ მოგვიანებით ვისაუბროთ. რაც შეეხება გამწვანების პროექტებს, როგორც თქვი, ვიდრე ექსპლუატაციაში შევა ჩვენი მონიტორინგის თანამშრომლები გადიან ადგილზე და ნახულობენ და აფასებენ იმ დარგულ ხეებს, ნერგებს, ნამდვილად არის თუ არა იმ პარამეტრების, რაც ჩვენ შევითანხმეთ, ადასტურებენ და ამის შემდგომ უკვე განუსაზღვრავენ ხშირი გვაქვს შესაბამისი ბაზა ამ მისამართების, ამ დეველოპერების და რა თქმა უნდა პერიოდულად ხდება ხოლმე გადამოწმება, რომ ადგილზე არ დაზიანდეს, არ გახმეს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ მხრივ ძლიერდებით კიდევ შეიძლება იქ თან გამოცდილებაც ემატება რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ხშირად ძალიან რთულია შესაბამისი სპეციალობის მქონე ადამიანების პოვნა. აი სულ მცირე მწვანე ნარგავების ძალიან კარგად ცნობა უნდა შეეძლოს ადამიანს და ასეთი ადამიანების, იმიტომ რომ არ იყო პრიორიტეტული ესეთი პროფესიები და საკმაოდ ბევრი სტუდენტი არის ახლა, რომელიც ამ მიმართულებით ინტერესდება და გარკვეულწილად ჩვენი გადასარევი არის. ერთი შეკითხვა გამიჩნდა ახლა, თუ პირობითად ჩემი დენდროლოგიური გეგმა შეთანხმებული მავალდებულებს, რომ 400 კვადრატულ მეტრზე უნდა გავაშენო ხემცენარეები. და პირობითად ისეთი მიწის ნაკვეთი მაქვს, სადაც ამ 400 კვადრატზე უკვე გაშენებული არის. მანამდე იყო ეს ჩამეთვლება შესრულება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. მადლობა ამ შეკითხვისთვის. არის შემთხვევები, როდესაც ტერიტორიაზე უკვე არსებობს გამწვანებული ხეები, ამ ბუჩქები, თუმცა ყველა მწვანე ნარგავების ჩათვლა აი ამ ფართობის ათვისებაში არ ხდება. მაგალითად, არ ჩავთვლით ხილს, რომლის ღეროს დიამეტრიც არის 12 სანტიმეტრზე ნაკლები. რატომ? იმიტომ რომ ასეთ ხეს მოიჭრა გადარგვის ნებართვა სამსახურისგან არ სჭირდება. იმ 313 შორის უნდა იყოს აუცილებლად. არა, შეიძლება სხვა სახეობის იყოს, მაგრამ ვამბობ რომ რაღაცებს არ ჩავთვლით. მაგალითად, ხილის მოჭრას, რომლის დიამეტრიც, ანუ ღეროს დიამეტრიც არის 12 სანტიმეტრზე ნაკლები, იმიტომ რომ ასეთ ხეს ვინაიდან ნებართვა არ ჭირდება, მე თუ თქვენ ბალს პირობითად 10 სანტიმეტრიან ბალს ჩაგითვლით გამწვანებაში და ვამბობ რომ გამწვანების პროექტი ამით ხდება, პროექტის ათვისება ამით ხდება, თქვენ შეგიძლიათ ეს ხი ისე მოჭრათ, რომ ჩემთან სამსახურთან არ შეათანხმოთ, ამიტომ დარჩება ეს ტერიტორია ისე. მაგალითად, ნუ არის ისეთი ეკალბარდები, რომლებსაც ასევე არ ვთვლით, იმიტომ რომ მათ ღირებულება ეკოლოგიური თვალსაზრისით პრაქტიკულად არ აქვთ და ძალიან დაბალი, ამიტომ ძირითადად ისეთი კარგი ჯანსაღი ღირებული ხეები ითვლება ხოლმე გამწვანებაში. სულ მქონდა ერთი შეკითხვა და არ მგონი ამაზე. თუ ხმელი ხეები გექნებათ, არც ესე კარგი. არა, ვინმე, პოზა ამდენი თუთა რატო არის? სხვათა შორის თუთა არის ისეთი ნარგავი, რომელიც ხილკენკროვანთა სახეობას არ მიეკუთვნება, მიუხედავად იმისა, რომ ის ნაყოფს როგორც ხილს ისე მივირთმევთ, აქვს ესეთი ღირებული მერქანი აქვს თუთას და ნუ სამწუხაროდ ძველად ირგვებოდა ძალიან აქტ. ეხლა ჩვენი სამსახური, რასაც მხოლოდ უნაყოფო თუთებს რგავს, ნაყოფი თუთებს არ რგავს დეკორატიული რაც არის და ძალიან ადვილად ხდება მისი გავრცელება, ასე ვთქვა და ჩვენ მაგ მხრივ სხვათა შორის გავამარტივეთ კანონმდებლობას, რომ პატარა ამონაყარი მსგავსი სახეობის ხეების მოჭრის შესაძლებლობას ვაძლევთ უკვე დეველოპერს, რომ ხო აი ხემყრალა რო აიღოთ მაგალითად ისეთი არ ვიცი რა ხეა, მაგრამ სახელი არა კაშკარა. ანუ ისეთი ხე, რომელიც ძალიან ინვაზიური არის. ისე მრავლდება, რომ დღეს რომ მოჭრი შეიძლება 2 კვირის მერე ამონაყარი დაგხვდეს ძალიან ბევრი და მესაკუთრებს ეს ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა და თუმცა თანხის გადახდის სანაცვლოდ ბიუჯეტში. კარგი, აი მივდივართ მე მგონი შემდგომ საკითხებზე განაშენიანებისთვის რომელი ხის მოჭრა ან ზოგადად ხის მოჭრა თუ არის დაშვებული, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რა პირობები უნდა დაიცვას, უნდა ჩაანაცვლოს, არ ვიცი, ბევრი დეტალი არის ძალიან და აბა გისმენთ
კი ბატონო. ესეც უთხრა და აღნიშნოთ აქვე დასაწყისში რომ ეს ვალდებულება ვრცელდება როგორც დეველოპერებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე. აუცილებლად. ამ შემთხვევაში უკვე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მესაკუთრებით შემოდიან ამ ვალდებულებაში, რომ მათ შეათანხმონ მოჭრა გადარგვა შესაბამის სამსახურთან. და მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელობა არ ამ კუთხეს, ამ საკითხს როცა გადავდივართ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რას ვაშენებ, რა ფუნქციის შენობა მინდა, ან რა სახეობის, ყველა შემთხვევაში მოჭრა გადარგვა უნდა შეთანხმდეს. ან საერთოდ ვაშენებთ თუ არა, ხო? ან საერთოდ ვაშენებთ თუ არა, შესაძლოა ისე გვინდოდეს მოჭრა, რომ ამაზეც ვისაუბრებთ. არა, აქ სურვილზეა საუბარი, შეიძლება მინდოდეს, იმიტომ რომ არ მომწონს, მაგრამ სწორედ მაგიტო ვართ ჩვენ და ჩვენი სამსახური, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ასეთ დროს მივცეთ. მოქნილობა იმ ნაწილშიც არსებობს, რომ თუ რაღაც პირობითად 200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მაქვს და მინდა სახლის აშენება და ეს ხე მაინც და მაინც ერთია და შუაშია გამოჩხერილი და ნამდვილად ხელს მიშლის, ეს გახდება თუ არა დამაბრკოლებელი. აი რას უნდა მიაქციონ ყურადღება, იმიტომ რომ მე ვისთანაც შეხება მქონია, ბევრს გონია რომ საერთოდ არ შეიძლება მოჭრა და ისეთ მიწის ნაკვეთს თუ იყიდის, რომელზეც ხე ცუდ ადგილზეა, მისთვის ცუდ ადგილზე არის ამოსული, ეს დამაბრკოლებელი გახდება და იმ ადგილს ვერ განავითარებს და რეალურად ცოტა განსხვავებული სურათი არის. კი, რა თქმა უნდა და დასაწყისში უბრალოდ მინდა ვინაიდან ბევრი ადამიანი გვისმენს, მინდა ასე რჩევასავით მივცე ყველას და ვთხოვო, რომ ძალიან ხშირია სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც ადამიანები კეთილსინდისიერად მართლა ყიდულობენ ისეთ მიწის ნაკვეთებს, რომელზედაც ეხლა რომ ვახსენე გენერალური გეგმა აქვს თბილის და არის ისეთი ზონები, სადაც სამშენებლოდ განვითარება საერთოდ აკრძალულია, მაგალითად სატყეო ზონაში, სარეკრეაციო ზონა 1-ში, ლანდშაფტურ ზონებში და მესაკუთრეები ზოგ შემთხვევაში არ ინტერესდებიან აი ამ მიმართულებით და შემდგომ დგებიან იმ ფაქტის წინაშე, რომ მათ საერთოდ არ აქვთ უფლება, რომ მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ განავითარონ. სად უნდა ნახონ ეს კატეგორიები, ნახეთ, არსებობს რუკა MS-Gov.gz-ზე, ეს არის არქიტექტურის საიტიდან შეიძლება ამ რუკაზე გადასვლა, როგორც ნაპრის რუკა, ასეთი რუკა არის თბილისის მუნიციპალიტეტის, არის სრულად ხელმისაწვდომი, საჯარო და შესაძლებელი არის იქ ამ ზონების და ყველა შეზღუდვის ნახვა, რაც კი მიწის ნაკვეთზე ვრცელდება. შესაბამისად მე ვურჩევ ყველას და თუ ამის ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვთ, ხელხაზზე დარეკვა ჩვენთან გადმომისამართება, ან ჩვენთვის მომართვიანობაც ძალიან მარტივი არის, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით და რა თქმა უნდა ჩვენ ამ შეზღუდვებზე მათ აუცილებლად ვუპასუხებთ და ასევე გამწვანებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა ახლოს მოიწევს. როცა მიწის ნაკვეთზე ძალიან ბევრი მწვანე ნარგავი არის, ამასაც მიაქციონ ყურადღება ყოველთვის, რომ არ დადგნენ მე იმ ფაქტის წინაშე, რაზეც აი თქვენ საუბრობდით, მაგრამ ნახეთ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ კანონმდებლობა პირდაპირ გაწერს იმ საფუძვლებს, რა საფუძვლითაც შესაძლებელია მისცე დეველოპერს უფლება, რომ მოჭრას მწვანე ნარგავი. ეს არის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილება, ანუ მე თუ ვითხოვ როგორც დეველოპერი, რომ რაღაც ხელს მიშლის და მომაჭრევინეთ, აპრიორი არ მავალდებულებს, რომ ამაზე ნებართვა გავცე, რა თქმა უნდა. ამას სამსახური იღებს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს საკუთრების უფლება, რომ მესაკუთრეას არ შევუზღუდოთ მისი კონსტიტუციით დაცული უფლება და მეორე მხრივ ეს ჯანსაღი გარემოს და გარემოს დაცვის უფლებაც ასევე გათანაბრებული უფლება არის და აი ვცდილობთ ვიპოვოთ ბალანსი, როგორც თქვენთვის, თუ კი მაქვს ისეთი გამწვანებული მიწის ნაკვეთი, სადაც თქვა ერთი ხის დათმობის შემთხვევაში მე შემიძლია მესაკუთრეს არ შევუზღუდო მისი საკუთრებით სარგებლობის უფლება, რა თქმა უნდა, მივცემ შესაძლებლობას მესაკუთრეს, რომ განავითაროს პროექტი. თუმცა არის ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც ყოველთვის თავდაპირველად ვცდილობთ, რომ ისე დაპროექტდეს მიწის ნაკვეთზე შენობა, რომ მოერგოს მწვანე ნარგავებს და არა პირიქით მწვანე ნარგავები მოვარგოთ მას. თუ ეს შესაძლებელია და არიან ნამდვილად ესეთი კეთილსინდისიერები დეველოპერებიც, რომლებიც ყველაფერს ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მოერგონ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მართლა უკიდურესი აუცილებლობა არსებობს ამის და ამ შემთხვევაშიც გვაქვს ჩვენ არჩევანი ესეთი ხე მოვაჭრევინოთ თუ გადავარგვევინოთ. ანუ შესაძლებელია, რომ ეს ხე ექსპერტის მიერ დადასტურებული თუ არის, რომ ექვემდებარება გადარგვას, გახარებას, მისცეს შესაძლებლობა სამსახურმა, რომ იმავე ტერიტორიაზე გადაირგას და ეს ბალანსი დავიცვათ. ექსპერტიზას
თვითონ დეველოპერი აი, ნახეთ, ჩაატარებს, კი, მაგ მშენებლობის საკითხზეც, მსურველი ჩაატარებს თუ კი ბატონო, ნახეთ, ეს არის ერთ-ერთი სავალდებულო დოკუმენტი, როდესაც შემოდის სამსჯელოდ ჩვენთან წარმოების ფარგლებში. სავალდებულო არის, რომ დეველოპერმა წარმოადგინოს მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების საექსპერტო დასკვნა. გასაგებია. ყველა ადამიანი ამ დასკვნას ვერ გასცემს, რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც გავძლიერდით, ასე ვთქვათ, სამსახურს აქვს შესაბამისი ბაზა, რომელშიც არეგისტრირებს შესაბამისი ექსპერტებს. კომპეტენციის მქონე ექსპერტებს. გადასაგებია. დღეისათვის არსებობს 20 დარეგისტრირებული ექსპერტი, ოღონდ ეს ექსპერტები რეგისტრირდებიან გამოცდის და გასაუბრების საფუძველზე. ჩვენ არ ვერევით მათ საქმიანობაში ცალსახად მინდა ვთქვა, ჩვენ მხოლოდ აკრედიტაციას სტატუსს აძლევთ. ხო, რომ ის არის ლეგიტიმაციას შესაბამისი უკეთებთ. აკადემიური განათლების მქონე, გამოცდილების მქონე და ისევ ჩვენივე საქმიანობისთვის არის აუცილებელი, რომ დარწმუნებული ვიყოთ ექსპერტში, რომ ის სწორ შეფასებას გააკეთებს მწვანე ნარგავების და ჩვენი ეჭვის, ასე ვთქვათ, საფუძველიც ნაკლები კი, კი, იქნება. აუცილებელი აღწეროს ყველა მერქნიანი მწვანე ნარგავი, მიანიჭოს თითოეულ ხეს თავისი ნომერი და დაიტანოს ეს ტოპოგრაფიულ გეგმაზე, რომელზედაც ასევე დაიტანება ყველა პოტენციური სამშენებლო ობიექტი, შენობა, პარკინგი, გზა და ასე შემდეგ და ჩვენ უკვე ამ დოკუმენტის საფუძველზე ვაფასებთ, რამდენად აუცილებელი არის ამა თუ იმ მწვანე ნარგავის ადგილმონაცვლეობა თუ მოჭრა. კი, ესეთი დეტალი იქნება ალბათ, რადგანაც დეველოპერი თუ არის და აშენებს რაღაც კორპუსს, ყურადღების კონცენტრაცია მის მიმართ უფრო მაღალი იქნება და კონტროლიც უფრო მეტი იქნება მის მიმართ. ფიზიკური პირების შემთხვევაში, რადგან ესე დენდროლოგიურ გეგმას არ ათანხმებენ და ნებართვას არ იღებენ და ისინი ყიდულობენ ისეთ მიწის ნაკვეთს, სადაც მაგალითად ხელმცენარეებია, რომელთა გადარგვა ან მოჭრა ჭირდებათ იმისთვის, რომ მშენებლობა აწარმოონ. მაგ კომპონენტზე თუ შეგიძლიათ უფრო მეტ ყურადღება გაამახვილოთ და მინდა გამოვეხმაურო იმას საკონტაქტო ინფორმაციაზე რო ახსენეთ. მე ხშირად ბევრს ვერ წარმოუდგენია ხოლმე და მათ შორის მეც ვარ, რამდენად ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ინფორმაცია, არსებობდეს ამ ინფორმაციის მოძიების საშუალება, უბრალოდ არ იყოს სათანადო ინფორმაცია საზოგადოებაში ეს ინფორმაცია სად და როგორ უნდა მოიძიონ. თუნდაც იგივე სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია, თუნდაც ის რომ მხოლოდ ფორმალური პროცედურების გავლით არ შეუძლიათ ამ საჭირო ინფორმაციის მოძიება და უბრალოდ ხელხაზე დარეკვა ან ელექტრონული საშუალებით მიწერამ შეიძლება რაღაც პრობლემა მოუგვაროთ ყოველ შემთხვევაში მიიღონ ინფორმაცია პროცედურები როგორ უნდა წარმართონ. არის ხოლმე სხვათა შორის ბევრი არა, მაგრამ არის ასეთი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებები, როცა ამბობენ, რომ გსურს შევიძინოთ ესა და ეს მიწის ნაკვეთი და გთხოვთ გვაცნობოთ თუ რამე შეზღუდვა გარემოს კუთხით. კი, ეს იშვიათი გამონაკლისი იშვიათი გამონაკლისი და ამიტომ ვამბობ, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, ხელხაზეც ღია ვართ და განცხადებებზე პასუხით არ არსებობს ასეთი შემთხვევა, რომ ჩვენ მსგავსი ინფორმაცია მოგთხოვოს ვინმემ და ჩვენ მას პასუხი არ გავცეთ. გვაქვს Facebook კი, Facebook გვერდით, რომელიც ძალიან აქტიური არის, ჩვენი შესაბამისი თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში მართლა 24 საათიან რეჟიმში პასუხობენ მოქალაქეებს იქ შემოსულ კითხვებზე და ისინი შესაბამისი Facebook ჯგუფის წარმომადგენლები აზუსტებენ ჩვენთან ამ ინფორმაციას, გასცემენ პასუხს. შესაძლებელი არის ძალიან ესე მარტივად დღევანდელ ცხოვრებაში ამ ინფორმაციების მოძიება. ჩვენ საკითხს რო დაუბრუნდით, ცოტა მავნებლური შეკითხვები მაქვს, მე მგონი, მაინც და მაინც გადავეკიდე ამ ხის მოჭრას, მაგრამ ფიზიკურმა პირმა რა პირობების დაცვით შეუძლია მოჭრას ხემცენარე მის კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელზეც საწყის ეტაპზე, ესეთი ავიღოთ კავშირი შემთხვევა, აპირებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. თუ კი მას აქვს ისეთი მწვანე ნარგავები თავის ტერიტორიაზე, რომელზედაც სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კი ბატონო მოვაჭრევინოთ. ჯერ თქვენ მოგმართავთ პროცედურულად. ჯერ პროცედურულად მოდი გავყვეთ საფუძვლებს. პირველი საფუძველი ეს არის სამშენებლო ხელშეშლის საფუძველი, რა შემთხვევაშიც სამსახური მსჯელობს მწვანე ნარგავის მოჭრაზე. ამ შემთხვევაში არქიტექტურის გზით, როდესაც არქიტექტურაში შედის მთლიანად ეს პროექტი, ან ურბანულ სააგენტოში, ჩვენ როგორც კომპეტენტური ორგანო ვერთვებით ამ წარმოებაში და ჩვენ აი ამ ეტაპზე, საწყის ეტაპზევე მსჯელობთ, საერთოდ მივცემთ თუ არა უფლებას ეს არის მწვანე ნარგავი მოიჭრას ან გადაირგას, რომ ბოლო ეტაპზე არ გახდეს მისთვის ეს ცნობილი. თუ კი ჩვენ გადავწყვეტთ, რომ კონკრეტული მწვანე
ნარგავი, ჯანსაღი მწვანე ნარგავი უნდა მოიჭრას, იმიტომ რომ ის ხელს უშლის და ამ შემთხვევაში მესაკუთრის ინტერესის დაცვა უფრო პრიორიტეტი არის. ჯანსაღი მწვანე ნარგავის მოჭრის სანაცვლოდ მესაკუთრე იხდის გარემოზე მიყენებული ზიანის აღდგენით ღირებულებას. ეს ღირებულება კანონით არის დადგენილი, ანუ არის ძალიან მკაცრად გაწერილი. ყველა ხეს აბსოლუტურად თავისი დიამეტრის მიხედვით, რა სიდიდესაც ის არის, კანონი უწესებს კონკრეტულ თანხას. და ამ თანხის ბიუჯეტში გადახდის, მუნიციპალურ ბიუჯეტში გადახდის შემდგომ, მას შეუძლია რომ უკვე მშენებლობის ნებართვის აღების მერე ოღონდ, ანუ მანამდე ვერ მოიჭრის. არ შეიძლება ეს არის ჩვენს არ იყო ადრე კანონმდებლობაში ეს ჩანაწერი, გადარგვას და მოჭრაც შეეძლო ჩვენი ნებართვის მიღების შემდგომ. შემდგომ გამკაცრდა, იმიტომ რომ შესაძლოა რაღაც ეტაპზე ვეღარ აიღოს მშენებლობის ნებართვა და ეს მწვანე ნარგავი რომ არ დაგიბატონა. ამიტომ მშენებლობის ნებართვის არსებობა არის სავალდებულო წინაპირობა იმისთვის, რომ ეს ჩვენი დაპირება, რომელიც ადმინისტრაციული დაპირების სახით მას მიეცემა, შემდგომში უკვე მან თანხის გადახდის სანაცვლოდ მოჭრას ესა თუ ის მწვანე ნარგავი. თანხის გადახდა აუცილებელი პირობაა თუ ჩანაცვლება შეუძლია? ნახეთ, ჩანაცვლება ჯანსაღი მწვანე ნარგავი. ჩანაცვლება ასევე გამოდის იმიტომ, რომ როცა დენდროლოგიურ პროექტის ფარგლებში კონკრეტული ხეები უნდა დარგას პრაქტიკულად ახალ ხეებსაც რგავს და თან გამოდის, რომ ზიანის ანაზღაურების თანხასაც იხდის. ჩანაცვლება ძირითადად კანონის მიხედვით გათვალისწინებული გვაქვს, როდესაც არაჯანსაღი მწვანე ნარგავების მოჭრა ხდება. არის კანონის ხმელი, ზეხმელი, ავარიული, გადაბერებული და ასე შემდეგ. არის ერთი საფუძველი, როდესაც სამშენებლოდ ხელს უშლის სწორედ ასეთი არაჯანსაღი ხე დეველოპერს თუ ფიზიკურ პირს და მას ევალება, რომ ერთ ხმელს თუ მოჭრის, სულ მცირე იმავე რაოდენობის მწვანე ნარგავი დარგას იმავე ტერიტორიაზე. ანუ ჩანაცვლების ვალდებულებაც მას რა თქმა უნდა აქვს. პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება არ არის, რომ მაგალითად ერთი ხის მოჭრა მინდა, ავდექი მე 15 დავრგე და მე მივედი და ეს ერთი მოვჭერ, ხო? არა, რა თქმა უნდა. არის შემთხვევები, როდესაც სამშენებლო განვითარება საერთოდ არ ხდება მიწის ნაკვეთის და ტერიტორიაზე აქვს პიროვნებას ხმელი, ავარიული ხე, რომელიც საფრთხეს უქმნის ან წაქცევის საშიშროება არსებობს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სამსახური აუცილებლად აძლევს შესაძლებლობას, რომ მოიჭრას ასეთი მწვანე ნარგავი და მის სანაცვლოდაც, რა თქმა უნდა დაირგას. არის საფუძველი, როდესაც მაგალითად შენობას აზიანებს და მის ტექნიკურ მდგრადობას და უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს. კანონმდებლობის მიხედვით 3 მეტრიანი დაშორება არის სავალდებულო შენობასა და მწვანე ნარგავს შორის იმისთვის, რომ ორივესთვის უსაფრთხო იყოს ეს. მე მქონდა ერთი პრეცედენტი, რომ ზუსტად ეგეთი, ეხლა წეგარა მაგალითიც მოვყევი, იყო ხე, რომელიც საცხოვრებელ სახლთან თუ ავტოფარეხთან იყო ახლოს, აზიანებდა, მესაკუთრემ გადაწყვიტა რომ შეაფასა რომ აზიანებდა, ან პოტენციურად რისკს ქმნიდა დაზიანების, ამიტომ ადგა თვითონ რამდენიმე ხემცენარე 10 თუ რაღაც დარგო იმავე ტერიტორიაზე და ის ერთი მოჭრა და პასუხისმგებლობა დაეკისრა ბუნებრივია. დაეკისრა, ალბათ თუ ჩვენთვის ცნობილი გახდებოდა ეს. ცხადი რო გახდეს საზოგადოებისთვის, თუ კი ასეთ სიტუაციაში ვერევით საკუთარი გადაწყვეტილებით, მოქმედებთ შესაბამისად იქ რისკებიც არსებობს და პასუხისმგებლობა ჩვენზე გადმოდის, ამიტომ უმჯობესია რომ სამსახური არსებობს, ვინც მონიტორინგს და კონტროლს ახორციელებს და მათთან შეთანხმდეს ეს ძალიან ყველაფერი. ხშირია სხვათა შორის ხელი ხაზის საშუალებით შეტყობინებები, რომ ხორციელდება ჭრა და ამას მყისიერად ვაქცევთ ყურადღებას. კი, რა თქმა უნდა, კორპუსის ეზოებში არის ხოლმე შემთხვევები. ნახეთ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ხმელი ხის მოჭრასაც ნებართვა ჭირდება, იმიტომ რომ ამას შემდგომში შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებები მოყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია. ხო შეფასებითია, შეფასებით ეს ექსპერტმა უნდა შეაფასოს. ნახეთ, ჩვენ აუცილებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას ექსპერტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. მე შეიძლება მგონია, რომ ფოთლოვანი ხეები, რომელიც ხმობაშია წასული, შეიძლება მომავალ წელს გამოჯანსაღდეს. ანუ ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევა და შესაბამისად ეს არის ყველაფერი ექსპერტის შესაფასებელი და შემდგომ უკვე წეგან ძალიან საინტერესო საკითხი შეეხეთ და თქვით, რომ ხეხილი, რომლის დიამეტრიც 12 სანტიმეტრზე ნაკლები, არ ექვემდებარება ნებართვას.
კიდევ რა ტიპის ხელმძენარეები ასეთი, რომელიც სამსახურის მხრიდან ნებართვას არ ექვემდებარება? მეტი არაფერი. მეტი არაფერი. ყველა სხვა დანარჩენი ხეხილია. მერქნიარი მცენარე, თუმცა მოკლედ ხეხილსაც ჩამონაცვალებელი. ეგეც ხეხილსაც აქვს თავისი ეს გამონაკლისი, რომ 12 სანტიმეტრზე დიდი თუ იქნება, მას აუცილებლად ნებართვა დასჭირდება სამსახურის მხრიდან. ყველა სხვა მერქნიანი მცენარე, ბუჩქი იქნება თუ ხე, მას სჭირდება სამსახურის შესაბამისი რა ნებართვა. შეკითხვა გამიფუჭეთ? ერთი კომპონენტი. კი ბატონო. თქვენ თუ არეგულირებთ მშენებლობები განვითარება გასაგებია, მაგრამ მუნიციპალური განვითარების პროექტები, სადაც არის პარკების მშენებლობის, გამწო, სხვა გამწვანების, სხვა პროექტები. ნუ ჩვენი სამსახურის უმთავრესი ეს რაზეც დღეს ჩვენ საუბრობთ არის ერთი დიდი კომპონენტი, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირებული მიმართულება, რომელიც გულისხმობს უბრალოდ თბილისის ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას, შექმნას, რეაბილიტაციას. საზოგადოება ალბათ ხედავს რა რაოდენობის გამწვანებული სივრცე შეიქმნა თბილისში. ნამდვილად აი თანაც განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც აი თემკისხევი რომ აიღოთ მაგალითად, საზოგადო იქ მაცხოვრებლებს ყველას ახსოვს რა სიტუაცია იყო თემკისხევში და თემკისხევში დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი საქალაქო პარკი გაკეთებული. დღეს სამსახურს 13 აქტიური უშუალოდ მისი პროექტი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი არის ასევე სამხედრო ქალაქის პარკი, მზიური, რომელიც დაკარგული ტერიტორიები შემოავიერთეთ და იქაც პარკი გაკეთდა და არაერთი და კიდევ დედაკვიცის პარკში მიმდინარეობს კიდე, ანუ მუდმივად, რაც მთავარია, ყველა ჩვენ გაკეთებულ სარეკრეაციო სივრცეს, ჩვენ ყავს შესაბამისი შპს ეკოსერვის ჯგუფი, რომელიც ძალიან კარგად უვლის ამ ყველაფერს და არ ვიცი, მან შემიძლია მადლობა არ უთხრა თითოეულ თანამშრომელს, როგორც სამსახურის, აგრეთვე ეკოსერვის ჯგუფის, რომლებიც მართლა დაუღალავად პარკებში და სკვერებში. კი ბატონო, ძალიან უვლიან და ძალიან მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ძალიან ხშირია ვანდალიზმის ფაქტები, არაერთი შემთხვევა ქონია უკვე და მინდა ვთხოვო, რომ ყველა გაუფრთხილდეს ამ სივრცებს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ქალაქისთვის კეთდება ნამდვილად. ამ რეკრეაციული ზონების მოწყობაც იმ კრიტერიუმებით ხდება იმ ხელმძენარეების აუცილებლად, მაგან განაპირობა პრაქტიკულად ჩვენი სამსახურის საქმიანობამ გაზარდა ეს არ ვიცი, აწია საოცარ სიმაღლეზე ეს საკითხი, რომ განსაკუთრებულად კარგი, ღირებული და ესეთი უცხო და რაც ვთქვათ თბილისისთვის კარგად თბილისის ლანდშაფტთან კარგად ადაპტირებული ენერგიები ირკვება და ორი შეკითხვა მაქვს, ერთი ეხება კონკრეტული ჯიშის ხეს და გეტყვით რომელს, მაგრამ მანამდე შეკითხვა მინდა დავსვა, რადგან სარეკრეაციო ზონები ამ მასშტაბით შენდება და კეთდება. მუნიციპალიტეტს თავის სანერგეხო არ აქვს ამისთვის თუ თქვენც ესე არა, კი, რა თქმა უნდა, არის შესაბამისი სანერგები, რომელსაც მუნიციპალიტეტის შესყიდვების შემდგომ ასაწყობებს კონკრეტულ ნარგავებს და რაღაც პერიოდის განმავლობაში იყენებს შემდგომ ამას და ამ მიმართულებით არბოთ გარკვეული წინსვლა და განვითარებაც გვექნება სამომავლოდ. თბილისის ლანდშაფტზე მორგებულ მცენარეებზე მინდოდა აქცენტის გაკეთება. თუ გახსოვს ადრე ქარსაცოვები კეთდებოდა, ფიჭვი იყო თუ ნაძვი იყო, რომელიც რაღაც 30 წლიანი ცხოვრების ციკლი ჰქონია და მე ხმებოდა რა და სხვადასხვა ფიჭვებს დედაქალაქში ეს იყო ალბათ 5 წლის წინ, როცა ძალიან ძლიერი დაავადება გავრცელდა თბილისში და საკმაოდ მასშტაბური ჭრები მოყვა ამას, იმიტომ რომ გახმა ეს ფიჭვები, თუმცა ჩანაცვლდა აბსოლუტურად მათი უმრავლესობა და მოსახლეობის შეიძლება არც არის ეს თვალსაჩინოდ ხო, თვალსაჩინოდ იმიტომ რომ ჩანაცვლდა შეიძლება რთული იყოს, იმიტომ რომ ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული რა და ესე ერთიანად ვერ ხედავ პატარ-პატარა რაღაც ცვლილებები როცა ხდება, თუმცა ახლა როცა დიდი რეკრეაციული ზონა აშენდება, ეს თვალსაჩინოა და ამას დაინახავ-ბუნებრივი არის რა. პრაქტიკაში ხომ არ გახსენდება ძალიან ბევრი შემთხვევა გექნებათ. ყველას დიდი პრობლემა რას უკავშირდება ხოლმე, რას ვერ აკეთებენ დეველოპერები ან გეგმაში თუ აქვთ რაღაც ისეთი შეცდომები,
სასარგებლო რეკომენდაციები რო გავცეთ, რაც უნდა გაითვალისწინოთ. ყველაზე ხშირად მაინც რასაც ვაწყდებით ხოლმე, ეს არის უნებართვო ჭრების ფაქტები. აი, არის შემთხვევები, როდესაც ეხლა რომ ვისაუბრეთ თუ კი ტერიტორიაზე არსებული ნერგებით მოხდა ათვისება გამწვანების და ჩვენ გვაქვს საექსპერტო დასკვნა წარმოებაში, რომლის მიხედვითაც ვიცით რა ნარგავები არსებობს ტერიტორიაზე. როდესაც მიდის მონიტორინგის ჯგუფი გადასამოწმებლად, ძალიან ხშირი შემთხვევა არის, რომ ეს ხეები ადგილზე აღარ გვხვდება და ძალიან სამწუხაროა და რატომღაც ალბათ აქვს განცდა იმის, რომ სამსახურისთვის არ ვიცი შეუმჩნეველი დარჩება ეს საკითხი, თუმცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი შემთხვევა ალბათ არ იქნება, რომელიც ჩვენთვის როგორც ყველა ქმედებას და დანაშაულს აქვს ლატენტური, ასე ვთქვათ, შემთხვევები, აქაც ალბათ არსებობს, მაგრამ თუ კი ჩვენთვის ცნობილი გახდა და ესეთი შემთხვევები აუცილებლად გახდება, იმიტომ რომ მონიტორინგი საკმაოდ გაძლიერებული გვაქვს, აუცილებლად მოხდება ამაზე პასუხისმგებლობა, შესაბამის მუნიციპალურ ინსპექციაში გადაგზავნა და შემდგომ დაჯარიმება. ამიტომ ვთხოვდი ყველას, რომ შეინარჩუნონ და ვთხოვდი, რომ ჩვენ, როდესაც კონკრეტულ ნებართვას გავცემთ, დაპირებას გავცემთ, ძალიან ხშირად განცდა მაქვს იმის, რომ მკითხულობენ მხოლოდ იმ ერთ მონაკვეთს, რომ რაღაც სამსახური თანახმა მოიჭრას ან გადაირგას და იმის ქვემოთ რომ წერია უამრავი პირობა რა უნდა შესრულდეს, რა უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საბოლოო ნებართვა მიიღოს, იმას ვფიქრობ, რომ აღარ კითხულობენ ხოლმე და ვთხოვ ყველას, რომ მართლა დეტალურად გაეცნო ხოლმე, იმიტომ რომ ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი, რა არის სავალდებულოდ იმ მოჭრის შემთხვევაშიც, გადარგვის შემთხვევაშიც, რა უნდა იყოს წარმოდგენილი. რაღაც დაზოგვის თანხების დაზოგვის მექანიზმი მეწუნეთ მე უფრო ძვირი ვიდრე თქვათ დარგვა უჯდებათ აი ნერგის ღირებულება თუ არის რაღაც ან ხის ხო რომლის მოჭრის ნებართვასაც სამსახური მისცემდა უნებართვო ჭრის შემთხვევაში გაცილებით ექვსმაგდება ეს ჯარიმ ანუ კონკრეტულ ხეს თუ აქვს რაღაც ღირებულება თქვათ 1000 ლარი თუ კი მე მესაკუთრე უნებართვოდ მოვჭერი ეს მწვანე ნარგავი კანონის კოეფიციენტის შესაბამისად 6-ზე გამრავლდება და მომიწევს 6000 ლარის გადახდა და თუ კი ზიანმა გადააჭარბა 1000 ლარს, უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. პროცედურულად ამ ამბებს, პროცედურულად კი არ თანმიმდევრულად. ხის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ეხება ხესას და ბუჩქსაც, მერქნიან მცენარეს. მერქნიან მცენარეს. რა პროცედურები არის, რა შემთხვევაში არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა? კი ბატონო. თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა რამდენი თუ გახსოვთ კი, რა თქმა უნდა, კი. ჯარიმა რამდენია და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რა შემთხვევაში დგება და იქ ეკისრება თუ არა ზიანის ანაზღაურება. კი ბატონო, ნახეთ, იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება რამდენიმე ხის მოჭრა, როდესაც ზიანი მთლიანობაში არ გადააჭარბებს 1000 ლარს, ამ შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა. ზიანს ვინ აფასებს? ზიანს ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სამსახური. პროცედურულად რომ ავხსნა, თუ კი გახდა ცნობილი, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს უნებართვო ჭრებს. ჩვენ შესაბამის სამსახურს ვუგზავნით წერილს მუნიციპალურ ინსპექციას, ვუგზავნით იმ დოკუმენტებს, რის საფუძველზეც გაჩნდა ეჭვი, შესაძლოა ადგილზე გადამოწმების ფოტომასალა არსებობდეს და ნებისმიერი დოკუმენტი რომლის საფუძველზეც ჩნდება ეჭვი, რომ უნებართვო ჭრებს ქონდა ადგილი ან გადარგვას, უნებართვო გადარგვაც დასჯადირად ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. შემდგომ უკვე მუნიციპალური ინსპექცია გადის ადგილზე, ადგენს საველე აქვს თუ ნახა ადგილზე. შესაძლოა არ დახვდეს საერთოდ ნიშანწყალი იქ ხეების არსებობის, ანუ იმდენად ძირფესვიანად იყოს განადგურებული, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კი არსებობს საექსპერტო დასკვნები, ტოპოგეგმები, ფოტოსურათები, რომელთაც დასტურდებოდა, რომ ტერიტორიაზე ეს ნარგავები არსებობდა, უკვე იმ დოკუმენტის საფუძველზე შეადგენს საველე აქტს, გადმოაგზავნის გარემოსდაცვის საქალაქო სამსახურში და უკვე ჩვენი სამსახური კანონით დადგენილი თანხების შესაბამისად ითვლის აი ამ ზიანს და უგზავნის ისევ მუნიციპალურ თვითონ ყველა ხეს ნარგავის ღირებულება გამრავლებული 6-ზე, ანუ 1000 ლარიანი თუ არის კონკრეტული ხის ღირებულება, 1000 ლარი თუ არის, ის გახდება 6000. 6-ზე გამრავლებული არის უკვე პოტენციალური. და თუ კი ეს ინდივიდუ, თუ კი ეს არის ფიზიკური პირის შემთხვევაში, თუ იურიდიულ პირზე გვაქვს საუბარი, კიდევ ორმაგდება. ანუ კოლოსალურ თანხებთან შეიძლება ჰქონდეთ ადგილი. ძირითადად შემთხვევაში ალბათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის უმრავლეს შემთხვევაში ხო? კი. და მე ამაზე დიდი კომპანიები რაც არის იმდენ ხეს შეიძლება მოჭრან. პრაქტიკაში თუ შეხვედრიათ
როდესაც გამოძიება იწყება ზარალის ანაზღაურებას მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ძირითად შემთხვევაში ამ ზიანის ანაზღაურების შემდგომ ხდება ხოლმე, არ ვიცი, საპროცესო პროცედურები მე დეტალურად ხო, ნამდვილად არ ვიცი ასე დეტალები, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში ის ზიანის ანაზღაურების გარეშე პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, ანუ გამოძიების შეწყვეტა არ მოხდება. თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არის და სისხლის სამართლებრივს ვერ მიაღწია, მხოლოდ იმ ჯარიმას იხდიან, რაც ასე 5,000 ანუ ადმინისტრაციულ ჯარიმას პლუს ის ზიანი, რაც დადგა კი აუცილებლად და ხაზი მინდა გაუსვა, რომ უნებართვო გადარგვის შემთხვევაშიც ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრება სამართალდამრღვევს. იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ ეს ხე გადარჩა და ჯანსაღი დარჩა. თუ გახმა, აი ეს ზიანი ამ შემთხვევაშიც დაითვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მონიტორინგზე გვაქვს ხოლმე ასეთი ხეები აყვანილი, იმიტომ რომ გადარგვიდან რაღაც პერიოდი შეიძლება სიჯანსაღი შენარჩუნებული ქონდეს და მოგვიანებით გახმეს. ამიტომ თუ კი გახმა, გადარგვა რაში შეიძლება დაჭირდეს? ანუ გადარგვა ერთი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ იქნება სავარაუდოდ გადარგვა. ხო, არ იქნება თუ დარჩა გადარგული ჯანსაღი და გადარჩა. ხო, და მოტივი ძირითადად არის ხოლმე რომ სამშენებლო ხელშეშლა, იმიტომ რომ ჩვენ წერან მოჭრის შემდგომ აღარ ვისაუბრეთ გადარგვაზე. ერთ-ერთი ალტერნატივა მოჭრის არის გადარგვის შესაძლებლობის მიცემა. თუ კი მწვანე ამას თუ თქვენ განიშნავთ. ხშირად იცით თვითონ ადგენენ ხოლმე მოჭრა გადარგვის სიას, მაგრამ ჩვენ როგორც შესაბამის უფლებამოსილების მქონე ორგანოს გვაქვს კომპეტენცია და შესაძლებლობა რომ შევცვალოთ ის, რასაც მოჭრას ითხოვ, შეიძლება გადავიტანოთ პირიქით გადარგვაში, ან პირიქით, იმიტომ რომ გადარგვის ნაწილშიც გადარგვის ერთადერთი საფუძველი ჩვენი კანონმდებლობით არის სამშენებლო ხელშეშლა. ის რომ უბრალოდ ეს ხე აქ არ მომწონს და აქ მინდა გადავარგა, ამის საფუძველზე არში. ხო, აი ცოტა შეიძლება რთული არის ახლა საზოგადოებისთვის ამის მიმღებლობა ამის შეიძლება ხო, განსაკუთრებით ეს ტერიტორიაზე ძალიან კრეატიულობს ამ დროს რა, აი ხა იმახსენდება ჩემს გვერდით ზუსტად რა, იყო ესეთი ძალიან დიდი ხე და ანუ ისე კრეატიულად შეხვდეთ ეს ისე მოარდეს ყველაფერი რა, რომ ძალიან ანუ ესთეტიურად ძალიან ლამაზად. მე უფრო მაგარი რაღაც მახსენდება დაახლოებით 10 წლის წინ ერთ-ერთი მშენებლობა იყო, უნდა შეეფასებინათ, მიყვრენ თუ არა გეგმას და ნარგავები დაირგა თუ არა და კორპუსი უკანა მხრიდან ალბათ გარშდაც გადმოიტანა. გადარგვის შესაძლებლობა აქვთ დეველოპერებს იმ შემთხვევაში თუ კი ექსპერტმა შეაფასა რომ გადარგვადია ეს ხე და გახარებადი არის და გადარგვის შემთხვევაში თავისუფლად მიყვება მას მოვლა პატრონობის და ჩანაცვლების ვალდებულება. თუ კი გადავარგული ხე გაუხმა, აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოს და გადაუცებ მოკლედ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი დრო არ წავიღო, გადარგვის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის და კანონით პირდაპირ გვაქვს გაწერილი, როდესაც ღეროს დიამეტრი 25 სანტიმეტრზე ნაკლებია, ის უფრო მარტივად ადაპტირებადი არის გადარგვის შემთხვევაში ასეთი ხები, თუ კი 25 სანტიმეტრზე დიდია, მას უკვე კანონი უწოდებს დიდტანიან მწვანე ნარგავს და ამ შემთხვევაში უკვე ექსპერტმა შესაბამისი ინდივიდუალური ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს, როგორ გადაირგას ეს დიდი ხე და როგორ ანუ რა ასე ვთქვათ წესები უნდა დაიცვას გადამრგველმა, რომ ამ ხის გახარების ალბათობა იყოს მაღალი. ამიტომ თუ კი არის ისეთი სიტუაცია, რომ დიდი ხის გადარგვის ნებართვას გასცემს სამსახური, აუცილებლად აი ამ ტექნიკურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით აკეთებს ამას. ძალიან კარგი. და აუცილებლად ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში ყოველთვის ჩვენი თანამშრომელი ესწრება ასეთი ხეების გადარგვის პროცესს, რომ არ დაზიანდეს და შესაბამისი ესწრება, როცა ისეთ ნებართვას. იმიტომ რომ ორი დღით ადრე შეტყობინება არის სავალდებულო კომპონენტი, კანონით დადგენილი, მე თუ მინდა რომ ზეგ გადავარგა მწვანე ნარგავი, თუ არ შემატყობინება ეს გადარგვაც ჩაგეთვლება თუ კანონად. იმიტომ რომ უნდა და მუდმივად ვითარდებით, ეგ არის საინტერესო, მე ვფიქრობ ჩვენი კუთხით, რომ ცოცხალ ორგანიზმებთან გვაქვს ურთიერთობა. ჩვენი ნამუშევარი ჩანს. და ყველასთვის სასარგებლო. ფილტრებსაც უხდება. ხო, ყველასთვის სასარგებლო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი განცდა, როდესაც საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სამსახურში მუშაობ, რომ ნამუშევარის საქმიანობის ნაკობს ხედავ და მის სასიკეთო გავლენას გრძნობ კიდევ და უღრმესი მადლობა. პირიქით, თქვენ მადლობა რომ დაინტერესდით. თუ არ აქვს ერგოს მე შემიძლია ცოტა კი რა თქმა უნდა, აი ძალიან საინტერესოდ გისმენდით, მართლა ძალიან ბევრი ნიუანსია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებელი ამას შეაფასებს და კომენტარებსაც დაგვიტოვებს, ძალიან ბევრი კითხვა იქნება.
ასვაჟის მეც გამომატანეს დროსაც ბევრი კითხვები, მაგრამ ნუ ეხლა ფიზიკურად ვერ ვასწრებთ და მინდა ესეთი ძალიან მოკლე კითხვა-პასუხით შემოვიფარგლოთ, ხო? ანუ რაც ბუნებრივია ამ ყველაფერს შეეხება. ესეთი ბლიცია. ყველაზე პრობლემური ეტაპი. პროექტირება, შეთანხმება თუ შესრულება? ალბათ შესრულება. უფრო ხშირად რას ხედავთ? კანონის უცოდინრობას თუ განზრახ-დარღვევას? განზრახ-დარღვევას. მართლა? ბოლო დროს კი სამწუხაროდ. ადრე ალბათ 1-3 წლის წინ პირიქით იქნება. უფრო ну ცოტა უფრო ხშირად უფრო განზრახულობას ვიდრე. საკმარისად მკაცრია დღეს პასუხისგებლობა? საკმარისად მკაცრია კი. აქვს თუ არა თბილი საკმარისი რესურსი, რომ ყველა ვალდებულებას რეალურად გააკონტროლებს? ვალდებულება? რომ გავაკონტროლოთ. ის რასაც ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე, ჩვენი სამსახური, რა თქმა უნდა, გვაქვს ამისი ვალდებულებაც და მაღალი პასუხისმგებლობაც, რომ მაქსიმალურად შევასრულოთ. მადლობა. ყველა ვალდებულება. და თბილისის განვითარება და მწვანე გარემოს შენარჩუნება, რეალური ბალანსი თუ მუდმივი კომფორტი? მუდმივი? კონფლიქტი ბოდიში. მუდმივი მუშაობის პროცესი არის ეს და მუდმივი გამოწვევების თვის პასუხის გაცემა. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა თქვენ. მე იცით რით დავასრულებდი, აი ხა ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ძალიან ბევრი რეგულაციებზე, რაღაც კანონმდებლობაზე ხო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი არ არის მხოლოდ რეგულირებადი და ასე ვთქვათ რაღაც კანონმდებლობით სფარგლებში ხო? ჩვენ აქ ვცხოვრობთ, თბილისში ვცხოვრობთ და ბუნებრივია თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა გაუხსნილდეთ და შევინარჩუნოთ ის იერსახე, რაც რეალურად და დავინახოთ ხო რაც კეთდება და აი თუნდაც ის ვანდალიზმის ფაქტები, რასაც რეალურად ვაწყდებით რა ქალაქში. ცოტა საწყენიც არის რაღაც მომენტში რა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, როგორც ყოველთვის გამოვიდა ძალიან საინტერესო, მართლა მკეთევან, აი ძალიან მაღალი კომპეტენცია, ყურადღებით გისმენდით, ჩემთვის ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო ახალი, ბევრი ნიუანსიც ახალი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებს გავეცანი წინასწარ. დიდი მადლობა ჯონი, მადლობა DPT Consulting-ს, მადლობა ჩვენ მაყურებელს და მსმენელს, მე კი უკვე დაგემშვიდობებით სამშაბათამდე. პოზიტიურ საღამოს გისურვებთ. Business Spaces ოფიციალური პარტნიორია იურიდიული კომპანია DPT Consulting.